მიმდინარე კვირაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედეს. აზიის განვითარების ბანკის განახლებული მოლოდინით წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც 0.5%-ით გაუმჯობესებელი მაჩვენებელია გასული წლის სექტემბრის პროგნოზთან შედარებით. თუმცა აზიის განვითარების ბანკი ანგარიშში წერს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2025 წელთან შედარებით შენელდება. ერთ-ერთ რისკ ფაქტორად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი სახელდება, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკური აქტივობა შეანელოს და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. მიმდინარე კვირაში საქართველოსთან დაკავშირებით ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნეს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. რა რისკებს უქმნის საქართველოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და როგორია მოლოდინები, ნუცა შუბაშვილი გაგვაცნობს დეტალებს პირდაპირ ეთერში. ნუცა, გისმენთ. ელენე მოგესალმებით. მიმდინარე კვირაში სამმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოაქვეყნეს, სადაც მოლოდინები საქართველოსთან მიმართებაშიცაა განახლებული. აზიის განვითარების ბანკის მოლოდინის წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მართალია გაუმჯობესებული მაჩვენებელია გასული წლის სექტემბრის პროგნოზთან შედარებით, თუმცა ეს პროგნოზი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2025 წელთან შედარებით შენელდება, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. როგორც ADB წერს, გასულ წელთან შედარებით ზრდის ტემპის შენელების ძირითადი მიზეზი მომსახურების სექტორის შენელება და საგარეო მოთხოვნის კლება. ADB აღნიშნავს, რომ მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით განახლებული პროგნოზები სავალუტო ფონდმაც გამოაქვეყნა. ფონდმა მიმდინარე წლისთვის უცვლელად 5.3%-ზე დატოვა ზრდის პროგნოზი, თუმცა მიუთითა, რომ კონფლიქტის გამწვავება ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახება, თუმცა IMF-ში არც იმას გამორიცხავენ, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის გახანგრძლივებამ ფინანსური და ტურისტული ნაკადები საქართველოსკენ გადმოამისამართოს. მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებას და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას. წინსწრები ინდიკატორები მიუთითებენ, რომ ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო. თუ დაუშვებთ, რომ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ამ წლის რეალური მშპ ზრდა 5.3%-მდე იქნება, ხოლო საშუალოადიან პერსპექტივაში 5%-ს თავის პოტენციური ზრდის ტემპს დაუახლოვდება. მომავალი პერსპექტივა მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და დიდწილად საგარეო ვითარებაზეა დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ შესაძლოა მეტად დააზიანოს ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან, გაზარდოს ინფლაცია და გაამკაცროს ფინანსური პირობები. თუმცა უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის ვითარებაში შესაძლოა ფინანსური და ტურისტული ნაკადების საქართველოსკენ გადმომისამართება მოხდეს და შუა დერეფანში ტრანზიტი გაიზარდოს. მიმდინარე კვირაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მსოფლიო ბანკმაც გადახედა და 0.4% პუნქტით შეამცირა განახლებული შეფასებით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. საფინანსო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში წელს სავარაუდოდ შენელდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო, როგორც ეკონომისტების ნაწილი საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის შეფასებისას აცხადებს, ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად საგარეო ფაქტორებზე იყო დამოკიდებული და სწორედ ამ შედეგის ეფექტით იზრდებოდა, მათ შორის ამ მიმართულებით ნათელი მაგალითია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთან ცენტრალური აზიის ქვეყნებში გააქტიურებული ვაჭრობა, მათ შორის ავტომობილების რეექსპორტი, ასევე ICT სექტორის ზრდა, რომელიც თავის მხრივ ასევე მნიშვნელოვნად განპირობებული იყო მიგრაციის ეფექტით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას რისკებს უქმნის, ასევე არა გამორიცხული გასული წლების მსგავსად დადებითი შედეგი ვიხილოთ, მათ შორის დამატებითი ტვირთბრუნვის მოზიდვის ნაწილში, ამბობს ეკონომისტების ნაწილი. მაკროეკონომიკურ პარამეტრებში გარკვეული პოზიტიური ტენდენცია გახლავთ კაპიტალის შემოდინება, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო წლებია მიმდინარეობს. ეს გარე დადებითი შოკები ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება არის ახალი შესაძლებლობა ქართული ეკონომიკისთვის
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტიც და ვარქმევ თუ ომი და ჰორმუზის სრუტე როცა არ უნდა გაიხსნას, ყოველთვის ის იქნება შემდგომ წლებში რაღაცა დამოკლეს מחვილივით. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ განწირულები ვართ იმისათვის, რომ ანაკლის სპორტი და თქვათ ფოთი და ბათუმი უფრო აქტიურად დავტვირთოთ, ჩვენი რკინიგზის და თქვათ სატრანსპორტო საშუალებები აქტიურად ჩავრთოთ ამ ნაკადებში. როგორ იქნება მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკური აქტივობა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის რა ხანგრძლივობის აღმოჩნდება ახლო აღმოსავლეთში ომი, რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მოლოდინებს, როგორც ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ 2026-2027 წლებში საქართველოში იმაზე უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპი, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. მათ შეფასებით ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ იანვარ-თებერვალში საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი 8.4% იყო. მადლობა ნუცა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებზე ნუცა შუბაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია.